ყველაზე რთული რვიანია? ისმის ეს კითხვა. ანუ რვიანი არ არის ყველაზე რთული, უბრალოდ რვიანში უნდა მიხვდეთ გაბარიტების თვალსაზრისით, როგორია რომ ანუ მაქსიმალურად რამოდენიმეჯერ რო გააკეთებთ, თვალი უნდა შეაჩვიოთ თუ რა დონეზე დაატრიალებთ საჭეს და რა დონეზე დააყენებთ მანქანის სხვრის ჯოხებთან. ანუ დაზეპირებას რვიანისას აზრი არ აქვს, უფრო უნდა შეიგრძნოთ, ჩვეულებრივად როგორც ისრები ხაზია, უნდა გავყვეთ ისრებს. მარჯვნიდან მივდივართ, გადავდივართ მარცხნივ, კუს ვარტყავთ და ისრებს მივყვებით და მთლიან კუს ვარტყავთ მარცხნივ. მერე მარჯვნიდან გამოვდივართ, გადმოვდივართ ჩვეულებრივად ისარს მოვყვებით და გამოვდივართ ისევ ისრის მიმართულებით. ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვიაროთ გარე ჯოხებთან ახლოს. ეხლა რას ნიშნავს გარე ჯოხებთან ახლოს სიარული? მივიდეთ ახლოს რვიანთან. თქვენც ხედავთ საიდან აქვს შესასვლელი და გამოსასვლელი. ანუ თუ შეხვედით მარცხენა მხრიდან დაჭრილი ხართ, რა თქმა უნდა, თუ გამოხვედით მარჯვენა მხრიდან ჩაჭრილი ხართ. ამიტომ შევდივართ ისრის მიმართულებით. არ არის პატარა რვიანი, შეხედეთ, ჩვეულებრივად ეტევა ერთი მანქანა მთლიანად. შიდა ჯოხები ყოველთვის აკონტროლეთ სარკეებით, ანუ მანქანის სარკეებით, როდესაც უხვევთ მარცხენა სარკით აკონტროლეთ, როდესაც გადადიხართ მარჯვენა ზონაში და მარჯვნივ უხვევთ, მარჯვენა სარკით აკონტროლეთ ჯოხები. გარე ჯოხები აუცილებლად ყოველთვის დარჩით გარე ჯოხებთან ახლოს, არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ შიდა ჯოხებთან ახლოს. კუთხის ჯოხებს მიაქციეთ ყურადღება, სადაც მთავრდება წერტილი და ეს კუთხის არეალი. ანუ რა ეს კუთხის გადამსვლელი ჯოხები. პირველი ნაწილის, მეორე ნაწილის, მერე რომ გამოდიხართ ისევ ეს ჯოხი მესამე ნაწილის და მერე ისევ მეოთხე ჯოხი მეოთხე ნაწილის. ამიტომ ამას მიაქციეთ ყოველთვის ყურადღება. ამ ჯოხთან თუ ახლოს არ დარჩით, დარჩით შორს გარე ჯოხებთან, შიდა ჯოხებს შეიძლება გადაუვაროს უკანა საბურავმა და ამას მიაქციეთ ყურადღება. გადასვლის დროს აუცილებლად უნდა გადავიდეთ გარე ჯოხთან ისევ, ანუ ამ ჯოხთან ვრჩებით ახლოს და ისევ ვიწყებთ კუთხის არეალს. ანუ ამ ჯოხს უნდა გავყვეთ მაქსიმალურად ახლოს. ეხლა აკეთებენ რვიანს და ნელ-ნელა დაინახავთ, ნახე გადმოსვლის მომენტში და გადმოსვლის პერიოდში, ახლოს თუ არ ჩაუვარეთ, და შიდა წრეს თუ ჩაუვარეთ ახლოს, ნახე უკანა საბურავი საშიშროებით არის იმისა, რომ გადაკვეთოს შიდა ზოლი და უკანა საბურავით და შიდა ზოლს გადაკვეთავთ, ჯოხს გადაუვლით და ეს კაი საქმე არ იქნება. გარე ჯოხებს მიყვებით ისევ მაქსიმალურად ახლოს. ბოლომდე რჩებით გარე ჯოხებთან. არა თამაშოთ საჭე ძალიან სწრაფად, მაგას აზრი არ აქვს, შედეგს არ მოგცემთ. გადასვლისთვის ნახე როგორც მიყვებით. ჩვეულებრივად ერთ დონეზე ისე უნდა წახვეთ ჩვეულებრივად ზოლს. ანუ ამ მომენტში მოხვევის ზოლს გადაწიოთ უცებ მარჯვნივ, გადაწიოთ უცებ მარცხნივ, გადაწიოთ მარჯვნივ, გადაწიოთ მარცხნივ, ეს უბრალოდ საჭის თამაშია და დიდ შედეგს არ გაძლევთ. ისევ, როდესაც გადავდივარ, კუთხის ბოლო ჯოხთან უნდა დავრჩეთ ისევ ახლოს. დავრჩებით ისევ კუთხის ბოლო ჯოხთან ახლოს, აი ამ ჯოხთან და ამ ჯოხიდან მერე ვიწყებთ მარჯვნივ მოხვევას და გადავდივართ მეორე კუთხის ჯოხთან ახლოს. ისევ, როდესაც მივდივართ ბოლო წრესთან რჩებით ისევ იგივე კუთხის ჯოხთან ახლოს, ამასთან და აქედან ვიწყებთ გაკეთებას რვიანისას. კუთხის ჯოხებთან გადასვლის დროს იქით და აქეთ თუ ახლოს არ დარჩით, არის საშიშროება, რომ შიდა წრეებს გადაუვაროთ უკანა საბურავით. ამიტომ ყოველთვის ეს გაიაზრეთ. მანქანითაც გავაკეთებთ ახლა, ვიხვდებით თუ როგორი რადიუსები უნდა დავიჭიროთ და რა თქმა უნდა მსვლელობის დროს არ უნდა გაგიჩერდეთ რვიანში მანქანა. თვითონ გაჩერება 0-ზე სიჩქარის დაგდება, ანუ -5 ქულა. რამოდენიმეჯერ ვქნათ ეს შეუძლია ჩახჭანგიდებაც გამოცდაზე. მაგალითად დავიწყოთ და შეცდომები დავუშვათ რვიანში, ნახე? თუ ძალიან ახლოს ჩაუვლით პირველივე ჯოხს, არის საშიშროება, რომ უკვე ნახე გვერდზე გამოვიდოს უკანა ნაწილი ჯოხს და რა თქმა უნდა ეს უკვე ჩაჭრა იქნება. ანუ ამას აღარავინ არ გაპატიებთ. ეს არის დაუშვებელი, გავასწოროთ სარკეების ისე რომ დავინახოთ ხაზები ჯოხები, ნახე? ჯოხი აღარ ჩანს, აგერ არის გადავლილი, მოღრეცილი, მკვდარია უკვე. ამიტომ ეს არის გამოსვლაზე ჩაჭრა. ამიტომ პირველივე შეხვევის დროსვე არ დავუშვათ შეცდომა. შეეცადეთ გადასვლის დროს, რომ დაიჭიროთ უბრალოდ ახლო დისტანცია გარე ჯოხებთან. ძალიან მარჯვენა, ანუ შეხვდათ ისრის მიმართულებას მიყევით და გაცენტრალურეთ ის არის მანქანასთან. ძალიან ახლოდანაც არ შეხვიდეთ, იმიტომ აქეთ ჯოხებთან რომ დარჩეთ, ნახე, მოხვევის დროს, ეგრევე რომ მოხვევას იწყებთ, ნახე, უკანა საბურავი ედება ჯოხს და ზოლს და რა თქმა უნდა, ესაც ანალოგიურად ჩაჭრა. ახლა გადავლას და გადატეხვა ჯოხისას არავინ არ გაპატიებთ, ამიტომ მაქსიმალურად 7 და წყნარად გააკეთეთ ეს ყველაფერი. თუ არ გააკეთებთ ამას 7 და წყნარად, რა თქმა უნდა, რვიანსაც ვერ გააკეთებთ. წავედით გარე ჯოხებთან. რჩებით კუთხის ჯოხებთან ახლოს, ნახე, დაახლოებით აქეთ მხარეს, ოდნავ უნდა გიჩანდეთ ჯოხის თავები მარჯვენა კუთხეში, როცა მარჯვნიდან დიხართ, მარცხენა კუთხეში მარცხენა მხარეს. მივდივართ ისევ ჯოხებთან ახლოს.
No, დაახლოებით ახლოს მივავალთ 10 სანტიმეტრი ჩანდეს ჯოხის თავები, იდეალურია კუთხეში გადასვლის დროს ბოლო ჯოხთან ახლოს ჩვებით, მერე უხევთ მარცხნივ. აქეთ განმოსვლის დროს, აი, ნახე, ისევ გარე ჯოხთან რჩებით ახლოს, ანუ კუთხეში გვაქვს ჯოხი, ისევ უხევთ მერე მარჯვნივ ისევ. აჰა. ანუ ნახე, თუ გადმოუხვიეთ ძალიან მარჯვენა ჯოხის დიდი თავები გამოჩნდა კუთხეში, აი ხა როგორც არის ესე იგი მიდიხართ მარჯვენა მხარეს ახლოს და მარჯვენა მხარეს ახლოს მისვლა არ გვაწყობს. ამიტომ ისევ ანალოგიურად რჩებით გარე ჯოხებთან ახლოს. და გარეჯოხებთან ახლოს უნდა დავიკავოთ თქვი. ნახე ეს რომ მიდიხარ და აი ესე რომ ათამაშოთ საჭი, ანუ აზრი არა აქვს, იმიტომ რომ რადიუსი არ შეიძლება და მაინც ჯოხებს გადაუვლით. ამიტომ სტაბილურად მიყევით საჭის მანევრით. ისევ კუთხის ბოლო ჯოხთან იჭრებიან ხოლმე მესამე წრეზე გადასვლის დროს. ნახე იმ ჯოხთან ახლოს არჩებიან, აქეთ ჯოხებთან არჩებიან ხოლმე ახლოს და ნახე უკანა საბურავმა უკვე გადაუარა ჯოხს და ზოლს. ეს არის ჩამიჭრელი, ამას ვერც ხვდებიან ხოლმე სამწუხაროდ და ამას რო ვერ ხვდებიან, ეგრევე იჭრებიან გამოსვლაზე და მიზესაც ვერ ხვდებიან. ნახე კუთხის ბოლო ჯოხთან ახლოს დავრჩებით, გადმოუხვევთ მარჯვნივ და ისევ ამ კუთხის ბოლო ჯოხთან ახლოს რჩებით და მერე ვიწყებთ მოხვევას. აი, ესე უნდა გავაკეთოთ რუიანი და გასვლის დროსაც ჩვეულებრივად კუთხის ბოლო ჯოხთან ახლოს მივავთ და გავალთ ჩვეულებრივად. ეხლა მოდი გავაკეთოთ ეს ყველაფერი უშეცდომოდ. მაგალითად, წინა მანქანას თუ შესულია რუიანში, ერთადერთი ელემენტია რუიანი, რომელსაც არ გააჩნიას დეკხაზი. ამიტომ სადღაც აი ესეთი დისტანციით გავჩერდებით, რომ გამოსასვლელი არ ჩაუკეთოთ. თუ მაგალითად მიხვედით აი ესე და აი გაჩერდით და აქ დაელოდეთ და ეს გამოსასვლელი ჩაკეტეთ, როდესაც მანქანა შიგნით არის. ეს უკვე ავტომატური ჩაჭრა არის. რა თქმა უნდა, იმ მანქანას დაწყებული აქვს მანევრი და ხელშეუშლით, გზას ჩაუკეტავთ და ასევე, როდესაც უკვე ელემენტში სხვა მანქანა არის შესული, ჩვენ უნდა დაველოდოთ ბოლომდე თან ისე რომ ხელი არ შეუშალოთ. რუანის გარდა ყველას აქვს დეკხაზი, ამიტომ გამოიყენეთ ეგ დეკხაზები და იხელმძღვანელეთ მაგ დეკხაზებით. ხედავთ როგორ რჩება ცხვირი ახლოს გარეჯოხებთან. ცოტა არ მოუვიდა ახლოს, მაგრამ გადარჩა ეხა. გადმოსვლის დროსაც გარეჯოხებთან უნდა დარჩეს ახლოს. ცოტა კიდე შეიძლება უფრო გარეჯოხებთან, მაგრამ ოდნავ გამოუვიდა ისე, რომ არ გადაკვეთა არაფერი და გამოვიდა მარტივად. ეხლა ვნახოთ, ისევ წავედით ჩვენ ჩვეულებრივად გავაკეთოთ უშეცდომოდ. მივდივართ, არანაირი დიდი დრო არ ჭირდება, რომ ეს თავია ძალიან ნელა არ გააკეთოთ ეს ყველაფერი. თუ ძალიან ნელა გააკეთებთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეგ აღარ ივარგებს უკვე და იქნება ცუდი. 2 წუთი გაქვთ თითო ელემენტზე და 2 წუთის არ ჭირდება ვაფშე 2 წუთი რუანის გაკეთებას. 1 წუთი დაგჭირდეთ ამის გასაკეთებლად, ნელა რო გააკეთოთ. თუ ძალიან ნელა გოს ნაბიჯები თუ მიყევით, რა თქმა უნდა, 2 წუთიც გაგივათ, დროც გაგივათ და ჩაგჭრიან გამოსვლაზე. მაგრამ ეგრევე, აი ძალიან მარტივია და შეხედეთ ამ ყველაფერს რა, მარტივი თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს. ანუ არ გინდათ რაღაც ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა. რომ დაიჯეროთ რომ მარტივია, უკუსვრითაც გაგიკეთებთ რუიანს და მიხვდებით რომ არაფერი საპრობლემო არ არის. გადაღება და თანყურება რა ძნელია. თან ტელეფონს მიაქციო ყურადღება თან ჯოხებს და ზოლებს, ეს არ ყოფილა ადვილი, მაგრამ ჩვენ რა არის, შეუძლებელი უნდა შევძლოთ ყოველთვის, ასე რომ ეგ არის, არასდროს არ უნდა დანებდეთ, არასდროს არ უნდა ჩაიქნიოთ ხელი. ერთხელ არ გამოვა, ორჯერ გამოვა, მესამეჯერ გამოვა, სამჯერ არ გამოვა, ცოტა მეჯერ იზავთ და უფრო გამოვა. გააჩნია როგორ ნერვიულობით და ემოციებით მიყვებით ამ ყველაფერს და როგორ უყურებთ მარტივად, მშვიდად თუ ძალიან რთული თვალით ამ ყველაფერს. ანუ სირთულეები არის ცხოვრებაში, რომელიც უნდა გადალახოთ და არ უნდა დანებდეთ არასოდეს. ერთადერთი გამოსდის ელემენტები არის ეს რუიანი, რომ არ უნდა დანებდეთ ამ რუიანს, რა თქმა უნდა, გაკეთების დროს. რავი, თქვენ თვითონაც ნახეთ, რომ უკუსვრითაც ადვილია და არაფერი დიდი საპრობლემო ამაში არ არის რა. ამიტომ მოეშვით, დამშვიდით, აღიქვით რუიანი, როგორია, რა ხდება, ზევდა თვალით დაინახეთ რუიანში თუ როგორ და რანაირად უნდა გააკეთოთ და გაგიმარტივებათ წარმოსახვაში და ხაზეთ რუიანის ზევიდან, ანუ როგორია რუიანის ზევიდან და როგორ შეიძლება მარტივად გაკეთდეს ეს ყველაფერი.